თუ თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი დასავლეთს ეფექტურად ტროლავს, ნახეთ რას უკეთებს რუსეთს ჩეხეთი. ამ ვიდეოში ნახავთ, სად უწევთ პრაღაში მცხოვრებ რუს დიპლომატებს ყოველდღიურად სიარული. ეს შენობა რუსეთის საელჩოა. ბოლო წლებში მის გარშემო ყველაფერს შეეცვალა სახელი და დაერქვა მათი სახელები, ვინც წინააღმდეგობას უწევდა კრემლს ან იბრძოდა უკრაინისთვის იქ რუსეთში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. ეს ბორის ნემცოვის მოედანია, რომელსაც რუსი ოპოზიციონერი ლიდერის სახელი ჰქვია. ნემცოვი 2015 წელს მოკლეს მოსკოვში. მის ქვემოთ უკრაინის გმირების ქუჩაა. ეს კი სკაკუნის ხიდია, რომელიც 25 წლის უკრაინელი გმირის, ჯარისკაც ვიტალი სკაკუნის სახელს ატარებს. მან თავი შეწირა მნიშვნელოვანი ხიდის განადგურებას და ამით ხელი შეუშალა რუსული ჯარის შესვლას ხერსონში 24 თებერვალს. აქვეა ანა პოლიტკოვსკაიას სანაპირო, რომელსაც რუსეთში მოკლული ჟურნალისტის სახელი ჰქვია. ანა რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე წერდა. მალე გაიხსნება ნავალნის გადმოსახედი, რომელსაც 2024 წელს ციმბირის ციხეში გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერი ლიდერის სახელი ექნება.